გურჯაანი არის მეღვინეობის ქვეყანა. დიდი ისტორიის მქონე ქარხანა არის ეს. რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი ქარხანა იყო, რომელიც დაფუძნებული 1936-37 წელს. იმ დროისათვის ამ ქარხნის სახელწოდება იყო წითელი მარანი. მისი გამოშვებული ღვინოები იგზავნებოდა ჩეხოსლოვაკიაში, ინგლისში. დიდი მოთხოვნა იყო იმ ღვინოებზე და დიდი ჯილდოები აქვს მიღებული ამ ქარხნის გამოშვებულ ღვინოებს. 3 სართულია. 2 სართული არის მიწის ქვეშ, სადაც ღვინის შესანახით შესანიშნავი პირობებია. ხდებოდა იმ ძირითადად იმ სარდაფებში ღვინის დაძველება. 3 წელი ეს ღვინო მასალა ინახებოდა თან დამუშავების პროცესში გადიოდა და ეს 3 წლიანი ღვინო გადიოდა მერე კავშირის მასშტაბითაც და საზოგადოებაც გადიოდა. ეს იყო ღვინო გურჯაანი, სამარკო ღვინო. აქ გზადებოდა ტიბანი, კაცეთელი და იყო საყვირი. ამ ქარხანაში გურჯაანს კი არა, აი აქეთ ბაკუციხიდან ველიციხემდე რო ყველას ესმოდა. რადგან საათები და დრო შეზღუდული იყო იმ დროისათვის, პირველ საყვირს დაუკრავდნენ 1 საათით ადრე. კაკიოდა და ფეხით თავის სიჩქარეს ამითაც ზომავდა, რომ უნდა სწრაფათეულო თუ ძიმეთეულო რომ სამუშაოზე მისულიყო. მე მუშაობდი დაახლოებით 80-იან წლებში გურჯაანის ღვინის ქარხნის დირექტორად. დღეს ის მე ვარ 86 წელს გადაცილებული. ყოველ დღე თუ არ აწვევს, თუ არა თოვს, ვარ მინდორში. ფიზიკურად შრომობ. ასეთ მოდივარ დღეს. ერთ-ერთი კახელი კაცი.